ეს არის ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება და ძალიან საინტერესო გამოფენა იმ თვალსაზრისით, რომ ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გასულ წელს სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა ჩვენს დედაქალაქში. მე განსაკუთრებით მაინც გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალს და UEFA სუპერთასის მაჩს, ორივე წინვალედ ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები იყო, რამაც ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყნის პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების და შეჯიბრის მასპინძლობა. ამდენად მომდევნო პერიოდშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ თვალსაზრისით სპორტის სამინისტროსთან და შესაბამის ფედერაციებთან კოორდინაციით, რომ ერთის ჩვენი დღესეული სპორტსმენები დაფასდნენ და მეორეს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს. ამით ჩვენ ძალიან ბევრ სახეობაში ვართ წარმატებულები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი საფრთხე. ძალიან საინტერესო გამოფენაა, მინდა თითოეულ ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო. ეს არის საჩუქარი გულშემატკივრებისთვის, ეს იზრდის ინტერესს სპორტისადმი, უწყობს პოპულარიზაციას სპორტის ხელს და რაც ყველაზე მთავარია სპორტული მედიის განვითარებას და უესალმებით გზავს უნივერსიტეტის ჩატარებას. შარშანაც ჩატარდა, წელს უბრალოდ გაფართოვდა და უფრო დიდი მასშტაბით ჩატარდა. დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ და მომავალშიც მსგავსი ტიპის ინიციატივას აუცილებლად შეუწყობთ ხელს. დღევანდელი დღე არის გამოფენა, სადაც 80-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი და ეს ფოტოები შემოთავაზებულია სპორტული ჟურნალისტების მხრიდან, რომელიც შეირჩა და დღეს საგამოფენოდ წარადგინა საზოგადოებას.